ქართული ოცნების ღევანდელ ლიდერებს რომ ვკითხო, ბიზინა ივანიშვილი საუკეთესო მენეჯერია, მას აქვს ერთი თვისება, ან ერთი უნარი, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ის საუკეთესო კადრებს არჩევს, საუკეთესოდ. გითხრათ სიმართლე, მე ამაში რახანია მეპარება ეჭვი. და რა საკვირველია პირველ ყოვლისა ვგულისხმობ იმას, რომ ბიზინა ივანიშვილმა იმ თავითვე, ან 2012 წელს შერჩეული თანაგუნდელებიდან უმრავლესობა მალევე ან გარკვეული პერიოდის შემდეგ მოიძულა. გავიხსენებ, როგორც ესეც ცხადი არ იქნება სრული ჩამონათვალი. მაგალითად, მასთან ერთად აღარ არიან ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების, არ ვიცი, 50%. რესპუბლიკური პარტია პრაქტიკულად ყველა, ვინც რესპუბლიკურ პარტიაში იმხანად იყო, ანუ უსუფაშვილი, ხიდაშელი, ძმები ბერძენიშვილები, სხვები და სხვები. მასთან ერთად არ არიან იმდროინდელი კოალიციის სხვა წარმომადგენლების. მასთან ერთად არ არის გიორგი მარგველაშვილი, მასთან ერთად არ არის გიორგი კვირიკაშვილი, მტერია საერთოდაც მოღალატე გიორგი გახარია, მოღალატე მისი გაგებით, მისი მოღალატე თუ გნებავთ ასე ვიტყვი. და აგე ახლა გაირკვა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუან შერბურჭულაძე საერთოდაც კორუფციაში ბრალდებულია, ყოფილი უსაფრთხოების სამსახურის, ანუ სუსის უფროსი ლილუაშვილი კორუფციაში ბრალდებულია, პრემიერ-მინისტრი ყოფილი მისი უახლოესი ოჯახის წევრი ლამის იქ რო აღამებდა პირველ ყოვლისა ბერასთან ტრიტრი ანტუნი ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციაში ბრალდებულია, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეზე თუ თორნიკე რიჟვაძეზე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა ან არ სცადა, ამასზე არც აღარაფერს ვიტყვი და რა საკვირველი არაფერს კი არა, ბევრს ვიტყვი იმ ადამიანზე, რომელსაც ესე ენდობოდა ბიზინა ივანიშვილი, მიგულისხმობ ოთარ ფარცხალაძეს, ოთარ ფარცხალაძე რომანოვს თუ ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს, ეს გვარი, მეორე გვარი მან ოდნავ მოგვიანებით მიიღო შემდგომ პერიოდში, როცა თუ არ ვცდები, უკვე აღარც იყო და აღარც იყო, არ ვცდები, გენერალური პროკურორი, თუმცა ყველაფერი ანდო თავის დროზე ბიზინა ივანიშვილმა ოთარ ფარცხალაძე რომანოვ ბანდიტს ასე ვიტყვი და მაშინ მიკითხავ, როგორღა არის ბიზინა ივანიშვილი საუკეთესო მენეჯერი, არ გულისხმობ, არ ვლაპარაკობ სხვებზე, მაგალითად 2016 წლის პარლამენტის უმრავლესობაზე კი არა, ცალკეულ ლიდერებზე, რომლებიც მასთან ერთად აღარ არიან, 2012 წლის პარლამენტის 13 წლიდან რო დაიწყო პრაქტიკულად მუშაობა იმ პარლამენტარებზე, რომლებიც მის პარტიაშიც იყვნენ, აი რა გასახსენებელია ახლა და ირაკლი სესიაშვილი, ხსმენიათ მის შესახებ, რახანია, ამას ირა ჩემმა ერთმა მეგობარმა გვარიც კი ვერ გაიხსეა და მე როგორღაც მივედით, ვარკვიეთ, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე რო იყო ირაკლიო, მეც აღარ მახსოვდა და მე გამახსენდა, რომ ირაკლი სესიაშვილი, მისი აღარც ჩამი ისმის და აღარც ჩუმი, ისე ოთარ ფარცხალაძეზე ვისაუბრებ, თქვენის ნებართვით, ოთარ ფარცხალაძე და ნათია თურნავა, აი სრულიად შემთხვევით ეს ჯადორვეულია ჩემი ჯადო ეგრეთ წოდებული ბლოკნოტი და აქ რა ჩანაწერს არ წავაწყდები ხოლმე პრაქტიკულად ამოწურულია კი არა შევსებულია და აი მაგალითად ივანიშვილის ნებადართული მაფიოზური კორუფცია, რომელიც გხრავს, არ ვიცი, ოდესღაც დამიწერია, ან მაგალითად რასიზმს ამ 4 წლის განმავლობაში ტრამპი, ესეც დამიწერია და ასე შემდეგ, ეხლა ის ფურცელიც რომ არ გამორჩევს ფარცხალაძე და თურნავა ჩხარტიშვილის წარმომადგენელი არის, მეთქი ჩხარტიშვილის წარმომადგენელია მთავრობაში, მეთქი ესეც ჩამიწერია ოდესღაც. რატომ ვამახვილებ ახლა ყურადღებას ნათია თურნავაზე, სწორედაც რომ მე მინდა შეგახსენოთ, რომ ნათია თურნავამ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მაშინ როდესაც გამოცხადდა ერთ-ერთი პირველი სანქცია თუ სანქციები საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ და ასე შემდეგ, გამონაკლისი დაუშვა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში და ბანდიტ ფარცხალაძეს ფული ერთგვარად კი არა გაატანინა რეალურად, მაშინ ფარცხალაძე მათთვის მისაღები პერსონა იყო, მაშინ იყო ფარცხალაძე მათიანი და მაშინ ფარცხალაძეს არ ებრძოდნენ ისინი, თორე ჩვენ რომ ვაკრიტიკებდით ეს ყველასთვის ცნობილია პრინციპში და ამის გამო პირიქით ქართული ოცნების მესვეურების ცალკეული ლიდერების, მათ შორის აი ამ უკვე შემდგომ კორუფციაში მხილებულების კრიტიკასაც აქეთ შემოტევებსაც კი ვიმსახურებდით, ისინი აქეთ გვიტევდნენ და ფარცხალაძეს გადაეფარებოდნენ ხოლმე, ფარცხალაძე ჩვენიაო, ამას ამბობდა ყველა, ამას ამბობდა მაგალითად, ახლა გაგიხსენებ და
გავიხსენებდა მაგალითად თეა წულუკიანი, მაგრამ ვიდრე ამას გავიხსენებ, ან ამას მივაგნებ უბრალოდ ერთი ინფორმაცია შემხვდა და დავსკრინე სპეციალურად ოთარ ფარცხალაძემ შვილს 2023 წელს შვილს ეკლესია ოთარ ფარცხალაძე ბანდიტმა შვილს ეკლესია გადაუფორმა სხვა შვილს მახასიათებელია ცალკეული ბანდიტებისა, შორის მიკაძეებისაც ასე გეტყვით. მე არ მინდა შემეშალოს და შესაძლოა შემეშალოს, მაგრამ ამიტომ არ ვიტყვი კონკრეტულად რომელ ტაძარს პატრონობდნენ მიკაძეები და როგორ აწყობდნენ მცხანებში, ცხადია, ღმერთთან საქმეს სწორედ იმიტომ, რომ ააშენეს, მაღალი ალბათობით ააშენეს და ესე ვიცი რომ ააშენეს ტაძარი, სადღაც საბურთალოზეა, თუ არ ვცდები, ხო, თურდავასთან დაკავშირებით კი ვიტყვი და სხვებთან დაკავშირებით და წულუკიანთან დაკავშირებითაც მოდის ვიხდი, ალბათ წავაწყდები ამ ინფორმაციას, რომელიც დავსკრინე, მაგრამ მანამდე ვიტყვი იმას, რომ ოთარ ფარცხალაძე რასაკვირველია იყო ბანდიტი იმთავითვე და ბანდიტი იყო მათ შორის იმიტომ, რომ გერმანიაში ის ბოტასების ქურდი იყო, მაგრამ საქართველოს de facto ხელისუფლება, მაშინდელი de jure ხელისუფლება მას თავიდან ბოლომდე ენდოდა, ესეც მნიშვნელოვანი ამბავია. აქვე მოდის ვიხდი ვერ პოულობ ამ წულუკიანის ნათქვამს, შესაძლოა ვიდეოა ვნახოთ ერთ წუთს ბოდიში. ეს უკასრავად, ეს ზარქუა ბანდიტია. მაგად დროს მუშაობდა თავიდან უნდა დავიწყოთ. ამ რადიკალების ირადი მტრობა აქვს რატომ ფარცხალაძესა, რატომ? ფარცხალაძე იყო ადამიანი, ვის დაიწყო აი ამ წვალებლების ციხეში ჩაჟვა. ანუ ფარცხალაძე, რომელმაც სხვაშორის ტოლმარა ჩამოაცვა ვანო მერაბიშვილს, ხო? ეგრა მაგის პასუხია. ფარცხალაძე, რომელსაც ფული გაატანა ნათია თურნავამ, ფარცხალაძე, რომელმაც სცემა ანტიკორუფციული თუ არ ვცდები ბიუროს ხელმძღვანელი თორდია და ასე შემდეგ, აი ამ ათეული გაგებით იყო ხელდასაფარი პირი, რომელიც ინდულგირებული იყო. ეგრა მაგის პასუხია და ვიკითხავ ასე, დავსვამ ეს რიტორიკულ კითხვას, მოდი ასე ვიტყვი, დღეს რამ გადააწყვეტი და ბიზინა ივანიშვილს შეტევების და ესოდენ სერიოზული შეტევების მიტანა ოთარ ფარცხალაძე რომანოვზე თუ რომანოვ ფარცხალაძეზე რატომ გასწირა საქართველოს ხელისუფლება? მე გეტყვით, იმიტომ რომ რეალურად ქურდული სამყარო ამ ვერსიის თანახმად, მოდი მაინც ასე ვთქვათ, ამ ვერსიის თანახმად ქურდული სამყარო, ქურდულ მაფიოზური სამყარო, რომელიც ბიზინა ივანიშვილთან ხან თბილდა, ხან ტკბილდა, ხან არც თუ თბილდა, ხან არც თუ ტკბილ ურთიერთობებში, აქ ქურდულმა სამყარომ მოითხოვა, რომ ეს კაცი, რომელიც მაღალი ალბათობით მეც ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით არის შემკვეთი მკვლელობისა, ჯანგველაძის მკვლელობისა, ეს კაცი უნდა დაისაჯოს და ეს კაცი არის თქვენს მიერ ბიზინა ივანიშვილისათვის მიცემული მითითება, მეთქი ასე ვიტყვი, თქვენს მიერ დასასჯელი, ეს არის ქურდული სამყაროს შეკვეთა ამ ვერსიის თანახმად. მეორე ლინკსაც თუ ვიპოვი, რომელშიც მას რაგვარია, ფარცხალაძეს აქებენ, ეს იმის არა ეს უკაცრავად ეს იმის შარბანაშვილის ლინკი, შარბანაშვილის თავობაზე ლინკია, ამიტომ თქვენის ნებართვით გავწდები მას და სხვა რამეზე გავამახვილებთ ყურადღებას. ხო, გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ ეს ხო არის ბოდიში ერთიც და მე უკვე მოგიბოდიშებთ. ხო, ეს არის, კარგია რომ ვიპოვე, ესე იგი თეა წულუკიანი თურმე ამბავს ამ როდესაც ის იუსტიციის მინისტრი იყო, ამას ამბობდა. ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს საფრანგეთში უნივერსიტეტის ენა ჰქვია, დამთავრებული ქალი, რომელიც ესეთი აი რაღაც ამ უნივერსიტეტის საპატიო სტუდენტთა თუ საუკეთესო სტუდენტთა დაფაზე ახლაც არის გამოკვლილი და რომელიც არ კადრულობდა თეა წულუკიანი მაკრონთან მეგობრობას, იმიტომ რომ გაცილებით სერიოზულებთან მეგობრობდა თურმე თეა ბანდიტი წულუკიანს თავის დროზე თურმე აქვს დათქვამი. ციტატა. ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ ბატონი ფარცხალაძის და ჩემი ხედვა ეს ტრაგედია, როდესაც იუსტიციის მინისტრად წოდებულის, მინისტრის, ოკეი, ასე ვთქვათ, და გენერალურ პროკურორად წოდებულის, ოკეი, პროკურორი დავარქვათ, გენერალური ფარცხალაძის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.
აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო საქმე, აქ არის გენიალური ფრაზა, ჩვენ უნდა ავიყვანოთ ხელოვნების ხარისხში, იმიტომ რომ მტკიცებულებების და გამომძიებლების საქმე თუ არ იქნა პრიორიტეტი, მაშინ თვითონ პროკურორს გაუჭირდება მუშაობა. მომიქნეს თავი, გალტუნთია. ეგ რა მაგის პასუხია, ხელოვნების დონეზე გაქვთ აყვანილი? ახლა საგამოძიებო საქმე ხელოვნების დონეზე ჩატარდა გამოძიება ფარცხალაძეს რო არ ვიცავ, ხო გასაგებია, მაგრამ გამოძიება ოთარია ფარცხალაძე რომანოვის წინააღმდეგ, ესეც რასაკვირველია კითხვა, მაგრამ თავარი კითხვა არის პრინციპში ეს 2023 წლის სექტემბრის 19-ია, ეს მინდა ხაზგასმით თქვა, ანუ 2 წელი და 3-4 თვეა გასული მას შემდეგ, ახლა ხო ჩვენ დეკემბრის მიწურულს ვართ 29 დეკემბერს 2025 წლის ამოკლედ 2 წელიწად ნახევრის დაახლოებით წინ ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისათვის გამონაკლისი დაუშვა სანქციების აღსრულების წესში, ანუ ის სანქციები, რომლებიც დაეკისრა ცალკეულ პირებს და მათ შორის ფარცხალაძეს, ეს სანქციები ეროვნულმა ბანკმა არ ამოქმედა ფარცხალაძის წინააღმდეგ და კითხვა მაქვს ჩხარტიშვილის თურნავას არ კიდევთ ხელს, ეგ რა მაგის პასუხია ჩხარტიშვილის თურნავას იცით რამდენი მაყურებელს მიმართავ პრინციპში რამდენი აქვს ხელფასი ახლა აქვს დაახლოებით 35-37 ლარი და მომავალ წელს მას ანუ ამდენი პენსიონერის უბრალოდ გავხოთ ამდენი პენსიონერის ფულს იღებს მოვალეობის შემსრულებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მომავალ წელს 2026-ში მას კიდევ 10%-ით ეზრდება და ახლა ახლობით 51-დან 52,000 ლარამდე მიიღებს თანხას ერთ წამს მართლა გავყოთ თქვენი ნებართვით და ასე ვიკითხოთ 41 ავიღოთ სიმბოლური ცხრია გავყოთ 12-ზე ბოდიში 12-ზე რა თქმა უნდა გავყო ხო გავყოთ რამდენია პენსია 350 ხო 41,000 ლარი არის 117 120 პენსიონერის რამდენიც მივხვდები შესაძლოა შემწდი უკვე დავიბენი არა 117 პენსიონერის ფულს იღებს 117-ზე ხო დაახლოებით 120 პენსიონერის ფულს იღებს ნათია თურნავა ერთი თვის განმავლობაში ბარემ ვიტყვი და კითხვა მაქვს ეგ რა მაგის პასუხია ბიზინა ივანიშვილი კარგი მენეჯერია თუ კარგი მენეჯერია მაშინ რატომ არის რომ მან მოიძულა მარტო პოლიტიკაში მყოფები არა კარგი გამახსენდა მათ შორის ქართულ ჯგუფის წარმომადგენლებიც კი ოდესღაც ჯერ კიდე პოლიტიკაში როცა არ იყო მოსული ალავერდი ან გადაძახილი გია უცნობი გაჩეჩილაძესთან რომელიც ერთი ხანობა ჯერ კიდე ბიზინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე როცა სახეზეც კი არ ვიციდო იცოდით ბიზინა ივანიშვილი როგორი იყო ერთ-ერთ რუსულ გაზეთში იყო გამოქვეყნებული მისი პორტრეტი მისი სურათი და იმ რუსულ გაზეთს კი ონლაინ ვერ ვძებლიდით ანუ ინტერნეტის საშუალებით ახლა რუსულ ბიბლიოთეკებში ვერ ვეძრომიალებდით იმისთვის რომ ბიზინა ივანიშვილის სახე იერი გამომეტყველება გვენახა იმ ხანად გიგია უცნობი გაჩეჩილაძე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კი არა ობიექტურად ასეც იყო ფრიად უკმაყოფილო იყო ბიზინა ივანიშვილის რომელსაც არ ვიცნობდით რატომ იმიტომ რომ ოღონდ გვარი არ მახსოვს მისი ოჯახის წევრი ფართო ოჯახის წევრი მოდი ასე ვიტყვი გვარი არ მახსოვს იმ კაცისა ოღონდ ის კი მახსოვს რომ ყოფილი კალათბურთელი იყო ის კაცი გვარი არ მახსოვს რა გავაკეთო ხო ის კაცი ბიზინა ივანიშვილს გაგდებული ხავდა ქართულ ჯგუფიდან გაგდებული და უცნობი გაჩეჩილაძეების ოჯახში იყო ფრიად უკმაყოფილება იმ მილიარდერი კაცის ბიზინა ივანიშვილის მიმართ რომ მათეული გაგებით და ობიექტურადაც თლადგულახდილებით თუ ვიგნებით მაშინ ფრიად სუდად მოექცა ბიზინა ივანიშვილი მაშინაც ეჭვიანი კაცი განა არა გაჩეჩილაძეების ოჯახის წევრს დაალაგდნენ მეთქი ასე ვიტყვი არა იმიტომ კი არა დღეს გაჩეჩილაძე ფულს იღებს ბიზინა ივანიშვილისაგან ალბათ არა პირდაპირ ყოველ შემთხვევაში არა მაგრამ უკაცრავად რუსულისთვის ჩერეს გასაკვირველია იმ საერთო მაფიურ საერთო ელიტურ ფსევდოელიტურ მოდი ასე ვიტყვი საერთო აი ამ რაღაც სნობურ და ასე შემდეგ და ასევე კომბინაციურ და სხვადასხვა მიმართულებებით კომბინაციურ სქემებშია
რომლებზეც ახლა თქვენი ნებართვით ყურადღებას აღარც გავამახვილებ, აბა უბრალოდ იმიტომ არ გავამახვილებ, რომ ბიზინა ივანიშვილზე როგორც ცუდ მენეჯერზე, კადრების ცუდად შემრჩევზე უფრო ღირს ყურადღების გამახვილება ნათია თურდავა. კითხვა მაქვს, question ბიზინა ივანიშვილის ენაზე რომ ვთქვათ, ვაპროს. ნათია თურდავას როდის დააჯდება ბიზინა ივანიშვილის აბასთუმნის უღრანებიდან აფრენილი ბუზი, ასე უნდა იგითხო? ხო, ანუ ნათია თურდავა, რომელიც ფარცხალაძეს აფარებდა ხელს, ფული გაატანა, სანქციებს გვერდი აუარა ნათია თურდავამ და ასე შემდეგ და ქვეყანა, არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ქვეყანა ჩააგდო საფრთხის ქვეშ. ნათია თურდავას როდის მიადგებით, მეთქი ასე ვიკითხავ, როდის დაადებთ აი და მაინც ხელბურკილების დადება კი არ მინდა ვინმესთვის რას ბრძანებთ, ესე არ გამომივიდეს და ასე შემდეგ. ხო, ელონ მასკისგანა გინება კრიტიკა, რეები არ ჩამიწერია. დიახ, ეს 100-ია, თუმცა ახლა ამაზე არ ნაკლებად საუბრობ და ასე შემდეგ. ეს ჯადო რვეული თუ ის არის ბლოკნოტია. გააძევებენ თუ არა ევროკავშირის ელჩებს, კალაძემ თქვა ეს და გააძევებენ როგორ ფიქრობთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ კიდე რაღაც მთელი და სიზამს 64-ის განმავლობაში ტრამპის საკითხული მაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამე ხო არ გამოფრჩა, ბოდიშ ვიხდი ამასობაში ჩავხედავ ჩემს ჯადო რვეულს, კი არა მეორე ტელეფონს და ფრიან მადლობელი ვიქნები. ნახვამდის, ჩემო კარგებო. ნახვამდის.